გაახალგაზრდავების გენეტიკა და სიცოცხლის გახანგრძლივების მედიცინა, longevity medicine, დღეს მეცნიერების ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა. თუ ადრე დაბერება გარდაუვალ ბიოლოგიურ პროცესად ითვლებოდა, დღეს მეცნიერები მას განიხილავენ როგორც დაავადებას, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია. აი ამ თემის დეტალური მიმოხილვა. 1. იამანაკას ფაქტორები. უჯრედული რესეტი. 2012 წელს შინია იამანაკამ მიიღო ნობელის პრემია აღმოჩენისთვის, რომელმაც შეცვალა სამყარო. მან დაამტკიცა, რომ სპეციფიკური 4 გენის OCT4, SOX2, KLF4 და C-MYC გააქტიურებით შესაძლებელია ზრდასრული უჯრედის დაბრუნება ჩანასახოვან მდგომარეობაში. მექანიზმი. ეს პროცესი უჯრედს აშორებს ეპიგენეტიკურ ნაწიბურებს, დაგროვილ შეცდომებს, რომლებიც დაბერებას იწვევენ. მეცნიერული წინსვლა. კომპანიები, მაგალითად Altos Labs, რომელშიც მილიარდობით დოლარია ინვესტირებული, მუშაობენ იმაზე, რომ ეს ტექნოლოგია გამოიყენონ არა მთლიანი ორგანიზმის დასაბრუნებლად ჩანასახოვან ეტაპზე, რაც საშიშია, არამედ უჯრედების ნაწილობრივი რეპროგრამირებისთვის, რათა მათ დაიბრუნონ ახალგაზრდული ფუნქცია. მეორე. სირტუინები, sirtuins, გადარჩენის გენები. ჩვენს DNM-ში არის 7 გენი, SIRT1, SIRT7, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უჯრედის შეკეთებაზე, ანთების შემცირებასა და ენერგიის მართვაზე. როგორ მუშაობენ ისინი? სირტუინები მოქმედებენ როგორც მცველები, რომლებიც აკონტროლებენ DNM-ის დაზიანებებს. მათი აქტივობისთვის აუცილებელია მოლეკულა NAD+. წინსვლა. ასაკთან ერთად NAD+-ის დონე იკლებს. დღეს აქტიურად მიმდინარეობს კვლევები NAD+ პრეკურსორებზე, NMN, NR-ზე, რომლებიც ამ გენებს ახალგაზრდულ რეჟიმში მუშაობას აიძულებენ. 3. სენოლიტიკები, ზომბი უჯრედების მოშორება. დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგრეთ წოდებული სენესცენტური უჯრედებია. ეს არის უჯრედები, რომლებმაც შეწყვიტეს დაყოფა, არ კვდებიან, მაგრამ გამოყოფენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც მეზობელ უჯრედებს აზიანებენ. მეცნიერული გარღვევა. შეიქმნა წამლების ახალი კლასი, სენოლიტიკები, რომლებიც მიზანმიმართულად პოულობენ და ანადგურებენ ამ ზომბი უჯრედებს. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა სიცოცხლის ხანგრძლივობის 25-30%-ით გაზრდა და ფიზიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. 4. ტელომერები და ტელომერაზა. ტელომერები ჩვენი ქრომოსომების ბოლოებში არსებული დამცავი ქუდებია. ყოველი დაყოფისას ისინი მოკლდება. როდესაც ტელომერები კრიტიკულ ზღვარს აღწევს, უჯრედი კვდება. ინოვაცია. გენური თერაპიის მეშვეობით მეცნიერები ცდილობენ გააქტიურონ ფერმენტი ტელომერაზა, რომელიც აგრძელებს ამ ქუდებს. ეს ტექნოლოგია უკვე წარმატებით გამოიყენეს თაღვებში, რამაც მათი ბიოლოგიური ასაკის რევერსია, გაახალგაზრდავება გამოიწვია. 5. ხელოვნური ინტელექტი, AI და დაბერების საწინააღმდეგო მედიცინა. 2024-2025 წლებში AI-მ რევოლუცია მოახდინა ამ სფეროში. AlphaFold-ის მსგავსი მოდელები ეხმარება მეცნიერებს იმ ცილების სტრუქტურის გაგებაში, რომლებიც დაბერებას მართავენ. ბიომარკერები. AI-ს შეუძლია თქვენი სისხლის ანალიზითა და ეპიგენეტიკური ტესტებით გამოთვალოს თქვენი ზუსტი ბიოლოგიური ასაკი და გირჩიოთ ინდივიდუალური თერაპია. შეჯამება. სად ვართ ახლა? ჩვენ გადავდივართ მედიცინა 2.0-დან, რომელიც მკურნალობს დაავადებას, მედიცინა 3.0-ზე, რომელიც პრევენციასა და გაახალგაზრდავებაზეა ორიენტირებული. მთავარი გამოწვევა. მეცნიერული თვალსაზრისით, გაახალგაზრდავება უკვე შესაძლებელია ლაბორატორიულ პირობებში. ახლა მთავარი ამოცანაა ამ მეთოდების უსაფრთხოების დადასტურება ადამიანებისთვის და მათი მასობრივი ხელმისაწვდომობა.